როცა ქალბატონი მარინე დაანონსე, როგორც აი განათლების ეგრეთ რეფორმასთან დაკავშირებით, მანამდე მე რაც ყველაზე მეტად მაღელვებს და მე ახსენე კიდეც, რომ თქვენს გადაცემაში გამოთქმული თავად ქალბატონი მარინე გახდა ერთ-ერთი მთავარი სამიზნე და როგორც აღმოჩნდა, სრულიად არაშემთხვევითი, იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილებები მზადდებოდა ვიცოდით, კომისია შექმნილი იყო ჩემო ბატონო ქართული სააზროვნო გრანტების მონაწილეობით და ამას ჭირდებოდა შემზადება პროპაგანდისტული, რომ ჩვენს აკადემიურ წრეებში არიან რადიკალიზმის იდეოლოგები, თქვენ სუსტად ამ სიტყვებით გიხსენიებდნენ ბოდიში ამ გამოთქმისთვის, მაგრამ ხო, რადიკალიზმის იდეოლოგი ლექტორები, აი ესეთი სახელწოდებებით, სათაურებით, სიუჟეტებით მოგიძხვნეს პროპაგანდისტულ არხებზე. როგორ შეხვდით ამ ახალ საინტერესო ამბავს თქვენ ცხოვრებაში? ძალიან მშვიდად, ვარ ძალიან კარგად. ამას მე ველოდებოდი, მართალი რო გითხრათ, ახლა არ ველოდებოდი იმას, რომ ასე ჩქარა მოყვებოდა ამას კონტექსტში. ანუ მე თქვენ მართალი ბრძანეთ, მე უკვე ჩავჯექი კონტექსტში, რასაც ქვია განათლების რეფორმის კონცეფცია, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან მე ჩემი სუბიექტური მოსაზრება მაქვს ამის შესახებ, მე მიყვარს ხუმრობა. და მიყვარს როცა ადამიანს ეს ხუმრობა ესმის და ხშირ შემთხვევაში ეს ხუმრობა არის ისეთი, რომელშიც სიმართლე არის. და როდესაც ეს ერთი და მეორე, როდესაც მე ვამბობ, რომ მე ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვარ და მე მევალება აფილიაციასდაც კი ხელი მაქვს მოწერილი, რომ სადაც ვსწავლ, მე ეს უნდა ვთქვა. და შესაბამისად მე მგონი ზუსტად ეს იყო ყველაზე უფრო მეტად გამაღიზიანებელი და კარგი კონტექსტი იმისათვის, რომ განათლების სამომავლო რეფორმის კონცეფციაში აღმოჩენილიყო ისეთი ადამიანი, რომელიც ერთი არ არის ქართული ოცნების პოლიტიკის მომხრე, მეორე რომელსაც შეუძლია მეტნაკლებად დისტანცირებულად შეხედოს სიტუაციას და მესამე რაც მთავარია, მას არ აქვს არანაირი პრობლემა, რომ ის მიეკუთვნებოდეს აკადემიურ წრეს და ზუსტად ესეთი ადამიანების შესახებ კონცეფციის მცირე ნაწილია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესეთი ადამიანებისაგან უმაღლესი სასწავლებლების გაცვლა არის ძალიან სასურველი. აი ეს არის, ამიტომ აღმოვჩნდი მე, ხოლო რაც შეეხება თქვენს კოლეგებს, რომლებმაც მომიწვენეს მშვენიერი სიუჟეტები, უნდა გითხრათ, რომ ასეთ შემთხვევაში ახლა ჩვენს კოლეგობას ცოტა უკაცრავად ქალბატონო. თქვენი პროფესიის წარმომადგენლები შეიძლება თქვენი პროფესია არ არის. ისინი ყოველ შემთხვევაში ისინი სახელდებას ახდენენ როგორც ჟურნალისტები. ამაზე შეიძლება შევთანხმდეთ. ისინი ასე რომ უწოდებენ თავის თავს ეს ძალიან გაბრაზებულები ვარ. კი ბატონო, მე მესმის თქვენ რომ გაბრაზებულები ხართ, იმიტომ რომ ზუსტად ესევე ვიყავით გაბრაზებულები, რომ ესეთ ჩვენს კოლეგებს, ასე ვთქვათ, აღმოჩნდნენ ისეთ სიტუაციაში, როდესაც მათ მიმართ განხორციელდა არა მართლზომიერი მართლმსაჯულება, მაგრამ ეს გავაპროტესტეთ ძალიან ბევრი ფსიქოლოგიის ნაცვლად, სულ რაღაც 200-250 ადამიანმა. ამიტომ ის რომ ადამიანები არიან ჩუმად, ეს არ არის მათი ბრალი, ეს არის იმის ბრალი, რომ სოციალური სიტუაცია ან სოციალური გარემო არაძლევს საშუალებას ადამიანებს, რომ მათ გამოხატონ ის, რასაც ისინი ფიქრობენ. ავტომარინა, რომ გადავიდეთ აი ამ რაღაცა რეპრესიულ ახალ გეგმაზე, რომელიც დაანონსებულია უკვე, რომელიც აი ხაც რომ შეხვიდეთ იგივე სოციალური ამწუხი დავათვალიერე ხა მე იმედის სოციალური და დაახლოებით რა ვიცი 7-8 პოსტიდებს ამონარიდები გობახიძის რაღაც გამოსვლიდან, არ ვიცი სად იყო ახლა დღეს ამდენს ვერ მივადევნე თვალი, როგორი სიკეთეები ახლავს თან ამ ეგრეთ წოდებულ ივანიშვილის რეფორმას, რომელიც ახლა ეცდება, რომ მთლიანად საკუთარ ხელში საბოლოოდ ჩაიგდოს ის ყველაზე დაუმორჩილებელი სივრცე, ასე აღმოჩნდა, რომელიც შედგება განათლებული, ჭკვიანი, აზრიანი, პრინციპული ხალხისგან, რომელიც არ აპირებს, რომ ყველაზე შეიძლება ეს არ ვრცელდებოდეს, რა თქმა უნდა, არც ვრცელდება, მაგრამ სოლიდური ნაწილი, არ ვიცი ნახევარია, არ ვიცი 40%-ია თუ 60%-ია, სოლიდური ნაწილი უწევს ისეთ წინააღმდეგობას, თავისი თუნდაც ერთი პოსტით, გამოხატული განწყობით, რუსთაველზე მისვლით, სტუდენტებთან საუბრებით,
რომელიც შეიძლება იყოს გულწრფელი საუბრები, იმიტომ რომ ჩვენ თავისუფალ სივრცეებს ვქმნით ამ სტუდენტებისთვის და მათთან მხოლოდ პროფესიული, რა თქმა უნდა, ელემენტების გადაცემასთან ერთად და პროფესიული საკითხების გადაცემასთან ერთად ჩვენ მოქალაქეებსაც ვცდილობთ რომ რაღაცა ვესაუბროთ, ხო? მათი სახით ჩვენ ხომ სტერილურები არ ვართ ამ პროცესში, ხო? და აღმოჩნდა რომ ამან ისეთი წინააღმდეგობა შეუქმნა ივანიშვილს, ისე გააბრაზა იმდენ რამეზე დააფიქრა, რომ აი ბოლოს ეს რეფორმა მოკლედ მოაფიქრებინა. თუ კი აღმოჩნდება, რომ ეს რეფორმა წოდებული პროცესის შედგა, რაც ვიცით ახლა ჩვენ კონცეფციის დონეზე, მე არ ვიცით რა გაფორმდება კანონში, ხო? რა სად მიდის საქართველოს საკმაოდ კარგად განვითარებული ქვეყნის განვითარებასთან შედარებით უმაღლესი განათლების სისტემა. დიდი მადლობა ამ კითხვისათვის. მოკლედ დავიწყებ ცოტა შორიდან. და ეს შორიდან არის 2000 წლის შემოდგომა, რომლის დროსაც დაიწყო პირველი ფიქრი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განვითარებულიყო უმაღლესი განათლება და მაშინ იყო ესეთი რაღაცა, რომ უმაღლესი განათლება უნდა იყოს ხელმისაწვდომი, უნდა იყოს თანასწორობის პრინციპი დაცული, უნდა იყოს ხარისხზე ორიენტირებული და უნდა იყოს საერთაშორისო, როგორ ვთქვა, სივრცეში, საგანმანათლებლო სივრცეში რაღაცნაირად ასახული. ზუსტად ამის ყვალობაზე შეიქმნა ჯერ ძირითადი მიმართულებების დადგენილება, რომელიც პარლამენტმა მიიღო 2002 წელს, ხოლო 2004 წელს მივიღეთ ახალი კანონი. ეს ახალი კანონი პირდაპირ წერია მიზნებში, გულისხმობს, რომ საქართველოში მიღებული უმაღლესი განათლება და ბოლონიის პროცესშიაც იმიტომ შევედით, რომ ჩვენ ქონოდა საშუალება სტუდენტების მობილობის, ხარისხების თავსებადობის, საგანმანათლებლო სივრცეში პრობლემების მოხსნის და დავიწყეთ ამისი გადაწყობა. ეხლა ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული, ახლა ამაზე არ აელაპარაკე, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ აღმოჩნდით ქვეყანა, რომელიც მთელი ყოფილი საბჭოთა სივრცის ყვალობაზე ერთ-ერთი ყველაზე უფრო წარმატებული ვიყავით მობილობისა და ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით. ამ წუთას საქართველოში მუშაობს ბევრი ორმაგი, ან კიდევ ორმაგი ხარისხი ქვია ამას უფრო სწორად, რომ ესაც ორი სხვადასხვა უნივერსიტეტი ანიჭებს და რაც მთავარია მილენიუმმა დახარჯა არც თუ ისე ცოტა ფული, ეს იყო დაახლოებით 80 მილიონი დოლარი, იმისათვის რომ საქართველოს სამ უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტექნიკურ უნივერსიტეტში ყოფილიყო საერთაშორისო აბეტის მიერ აკრედიტირებული პროგრამები. შესაბამისად, ახლა როდესაც გვეუბნებიან იმას, რომ თურმე ეს ყველაფერი არის გამოსასწორებელში იქ რაც არის მითითებული, რომ არ არის ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს, ძალიან მარტივ კითხვას დავსვამდი, რატომ იყო საჭირო ამისათვის ახალი კონცეფციის შემუშავება. მაშინ, როდესაც 2 წლის წინ, ესე იგი ეს არის 21-22-ის ბოლოს, დაიდო ახალი სტრატეგია 23-30, რომელშიც პირდაპირ არის გაწერილი, როგორ უნდა განვითარდეს, როგორც დაწყებით საშუალო, ასევე უმაღლესი განათლება. და იქ ერთ ძალიან საინტერესო დეტალია, არც ერთ იმაზე, რა ქვია, არც ერთ უმაღლეს მეცნიერებაზე, ყოველ შემთხვევაში, მაშინ მე მეცნიერებაზე ვიყავი კონცენტრირებული, არც ერთ თეთრი არ არის ჩადებული და პირდაპირ წერია, რომ ამაზე თანხა იქნება გამოყოფილი 2027-დან. ანუ ფაქტობრივად არსებობს ეს დოკუმენტი არის შემუშავებული მსოფლიო ბანკის მიერ. დახარჯული არის სერიოზული ფული განათლების სამინისტროსთან ერთად. დახარჯული არის სერიოზული ფული, მოწვეული იყვნენ ექსპერტები, ამათ იმუშავეს, ადგილობრივებიც ისინი და დაიწერა ეს დოკუმენტი. მაგრამ ახალ კომისიაზე რა სიტყვით გალდონ მარინერ, რომელსაც დაწერეს ეს 4-ფურცლიანი დოკუმენტი, ხო, ასეთ შემთხვევაში მე მოწვეული წინა კონცეფციას გულისხმობ ხომ, ამ შემთხვევაში რა მინიმალურ სტანდარტს მაინც თუ აკმაყოფილებს ეს 4-ფურცლიანი დოკუმენტი. არა აკმაყოფილებს.
ყოფილებს, ოღონდ ეს ჩემი აზრი არ არის, ეს არის მთავრობის განკარგულება 629, რომელიც აღგვიწევს, როგორ უნდა იყოს პოლიტიკის დოკუმენტი შემუშავებული. და შესაბამისად იქ მთავრობის დადგენილებაში გაწერილია, როგორ უნდა იქნეს შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტები და მათ შორის კონცეფციაც. და კონცეფციაზე წერია, რომ იმისათვის რომ ეს პოლიტიკა გატარდეს თუ არ გატარდეს, ასეთ შემთხვევაში საჭიროა ამ კონცეფციის წარდგენა და მსჯელობა ამაზე. ოღონდ იქ უნდა იყოს შესავალი, უნდა იყოს პრობლემების კონცეფციაში. პრობლემების აღწერა, განსახორციელებელი გზების რამოდენიმე ვერსია, დასაბუთება იმისა, ეს რატომ ჯობია, რომ ასე გაკეთდეს და სავარაუდო შედეგებზე საუბარი. არაფერი ამის მსგავსი ამ კონცეფციაში არ არის. აი, რა მინდა გითხრათ, ეხლა ციტატებს ვკითხულობ, რა თქვა ივანიშვილის რუსულ პროპაგანდისტულ ტელევიზია იმედში კობახიცამ რამდენიმე საკითხზე მინდა ყურადღების გამახვილება. პირველ რიგში ნახეთ, ჩვენ სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე. ერთი მთავარი კომპონენტი კიდევ რა არის აი ამ ხელა ეგრეთ წოდებული რეფორმის. მთავარი ხარჯები, ამბობს კობახიძე, დაკავშირებული იქნება ინფრასტრუქტურის განვითარებასთან. ვფიქრობთ, რომ გადათამაშებით შეიძლება გავიდეთ საკმაოდ დაბალ ხარჯს. ეხლა რა არის ეს გადათამაშება? თბილისში მაგალითად საინტერესო ადგილმდებარეობებზე არის არაერთი შენობა. ნახეთ, სად მივდივართ, განვიხილავთ ამ საკითხსაც, რომ ამ შენობების რეალიზაციის სანაცვლოდ ავაშენოთ სრულიად ახალი თანამედროვე ინფრასტრუქტურა. რა თქმა უნდა, არ შევეხებით ესეთ შენობებს, ამბობს ეხლა პირველ კორპუსს არ შეეხებიან, გავიგეთ. კულტურის ძეგლები. ხო. ნუ დანარჩენი რაც ბევრი შენობა აქვს. პირველი და მეორე. ჭავჭავაძეზე ჭავჭავაძეზე რამდენი შენობაა მეოთხე კორპუსია, მეოთხე, მეექვსე, მეცხრე ჭავჭავაძეზე კიდე რომელია? ილიანის აქვს იქ. კი, ილიანის მოპირდაპირე მხარეს. აქ სიხარბის დემოკრატიული პერსპექტივა ელემენტის ახեցია. ფულის სუნი აქ ამ შენობებს, ახლა მათთვის უკვე ამას უყურებენ, როგორც ახალ ნადავლს იმისთვის, რომ ეს სივრცეები გაიყიდოს და დაილეკოს ჯიბეებში. იცით რა შეასაქმე, მოდით ესე ვთქვათ. შემოთავაზებულ რეფორმას აქვს ორი ასპექტი. ერთი ეს არის ეკონომიური, როგორც თქვენ თქვით, ოღონდ ეს ეკონომიური ასპექტი გულისხმობს იმას, რომ არაფერი ახალი ინვესტიცია არ იდება განათლებასა და მეცნიერებაში. იმიტომ რომ იმას, რასაც გაყიდიან, ასეთ შემთხვევაში, საუკეთესო შემთხვევაში უნდა აშენონ რაღაცა სტუდენტური კამპუსი მაინც, სადაც ყველას გაერთიანებენ. ის იქნება ბევრად უფრო იაფი, დავიწყოთ აქედან. და რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, არავის არ დაუშლია ინფრასტრუქტურის ყიდვა, იმისათვის რა ქვია, საქართველოს მთავრობისათვის, იმიტომ რომ კვლევითი ინსტიტუტები, რომლებიც არსებობენ ახლა უნივერსიტეტების ბაზაზე, მათ რეალურად ინფრასტრუქტურული განახლება საერთოდ არ შეხებიათ. მეორე ეს არის, ასე ვთქვათ, თვითონ საქართველოს კონსტიტუციაში რაც გვიწერია და განათლების მიზანი რაც არის. კონსტიტუციაში გვიწერია, რომ უნივერსიტეტები არიან დამოუკიდებლები, აქვთ ავტონომია და აკადემიური თავისუფლება არის დაცული. ეხლა ჩემ მარტივი კითხვა, როგორ გონიათ უნივერსიტეტების ბედის გადაწყვეტა იმის კვალობაზე, რომ მე წინასწარ უნდა დავგეგმო, სად რომელი პროფესია, უკაცრად, სად რომელი ფაკულტეტი იქნება, რამდენი პროფესორი მეყოლება, რამდენ სტუდენტს მოგცემ უფლებას რომ მიიღო, იმიტომ რომ მან საგრანტო სისტემა ფაქტობრივად არ იქნება. ანუ უნივერსიტეტი ცლიანად ხდება დამოკიდებული მთავრობის მიერ განსაზღვრულ გეგმაზე, რამდენი სტუდენტი უნდა მიიღოს, ხო? ასეთ შემთხვევაში რასთანა გვაქვს საქმე? დარღვეულია ავტონომიურობაც და დარღვეულია დამოუკიდებლისა, რა ქვია, აკადემიური თავისუფლებაც. იმიტომ რომ თუ მე წინასწარ მისაზღვრავ, მე რა უნდა გავაკეთო? ასეთ შემთხვევაში მე არა მაქვს საშუალება გადავცე ცოდნა, დავგეგმო ჩემი განვითარება და ასე შემდეგ. მე მოგიყვანთ ძალიან მარტივ მაგალითს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნელ-ნელა ჩვენ ვიყავით რამოდენიმე წლის წინ, შევდიოდით ფაქტობრივად 1200 უნივერსიტეტში, Times Higher Education-ზე მაქვს ლაპარაკი. და
ძალიან 297 ვიყავით ფიზიკის მიმართულებით, ანუ ფიზიკის დეპარტამენტების მიმართულებით. ეხლა ერთბაშად უკვე რამოდენიმე წელიწადია ნელ-ნელა ჩამოვდივართ უკან. რატომ? ის ხალხი, რომელიც ახდენდა ჩვენი ციტირების, ასე ვთქვათ, ინდექსის გაზრდას, ეს ხალხი მიდის ნელ-ნელა. ზოგი, ასე ვთქვათ, გარდაიცვალა და ზოგი სხვაგან გადავიდა კიდე, ხო? ანუ ასეთ შემთხვევაში ჩვენ რასთან აგვაქვს საქმე? იმის ნაცვლად, რომ თქვენ მოიყვანოთ ახალი კადრები, იმის ნაცვლად, რომ თქვენ დაინტერესოთ, ასე ვთქვათ, უცხოეთში მომუშავე ძალიან ბევრი სპეციალისტი, ქართული წარმომავლობის ან ისედაც, თქვენ ამის ნაცვლად მეუბნებით, რომ მაგალითად მე წინასწარ გადაგიწყვიტავთ ვინ სად და როგორ უნდა მოხდეს. ეხლა ყველაფერს თავი დავანებოთ, ის რაც თქვენ ფინანსებზე ბრძანეთ, ეს არ არის მარტო შენობები, ეს არის ჩამოჭრილი 2 წელიწადი სტუდენტებისათვის და ლექტორებისათვის, სტუდენტს მოაქვს ფული უნივერსიტეტში, ეს პირდაპირ მთავრობა პირდაპირ მოგცემთ გრანტს თუ სტუდენტს გამოატანს ამ გრანტს, არა აქვს მნიშვნელობა. სულ ერთია მას სწავლების ხანგრძლივობა რადგან ეზღუდება, ეს ხდება 4 წელიწადი, ხო? ჯამში 3+1, 4+2-ის ნაცვლად. ფინანსურად ეს არის ელემენტალურად ფინანსების დაზოგვა განათლებასა და მეცნიერებაში. არაფერს არ ვამბობ იმაზე, რომ მთელი რიგი სპეციალობებისათვის ეს არის სრული კატასტროფა, იმიტომ რომ თავსებადობა და მათი კვალიფიკაცია საერთოდ აღარ არის ადეკვატური დადგენილი ნორმებისა და წესების. მოკლედ, აი აქ ამბობს კობახიძე, რომ ჩვენ რაკიღა მთავრობა გასცემს ამ დიპლომებს, ხო, უმაღლესი სასწავლებლების დიპლომებს, იქნება ეს სახელმწიფო თუ კერძო, აქ შემოც უკვე კერძო ინტერესი, გასაგები აქ ის ამბობს უკვე რომ კერძოებსაც შეეხება და აუცილებლად შეეხებიან. ყველა უნივერსიტეტში უნდა უზრუნველყოს დიპლომის ხარისხი, ის ამბობს. ანუ რა ტიპის ხარისხი თქვენ ამ ბრძანებდით ამ წუთში 3+1-ის შედარებას 4+2-თან, ხო? რანაირად შეიძლება 4 წელი იყოს უფრო ხარისხიანი ვიდრე 6 წელი, თუ შეიძლება. მოდით გეკითხებით ამას როგორც პროფესორს თქვენს სფეროში. ჩემს სფეროში ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული, არ არსებობს არც ერთი ქვეყანა, სადაც ფსიქოლოგიის მაგისტრატურის ხანგრძლივობა არ არის მინიმუმ 2 წელი. ეს ჩემი მოგონილი არ გახლავთ? კი, ზოგადად 3-ც არის ალბათ. კი, მე-3 წელი ზოგიერთ ქვეყანაში ეს არის აბსოლუტურად სუპერვიზია, პრაქტიკა და ლიცენზირების გამოცდა. მინიმუმ 2 წელი არის საჭირო, ეს არ არის ჩვენს მიერ დადგენილი, ეს არის ხა ევროპის ფედერაციის ფსიქოლოგთა ასოციაციის მიერ დადგენილი, რომელიც ჰორიზონტმა დააფინანსა იმის გამო, რომ შეესწავლათ და ენახათ და მინიმალური სტანდარტები დეტალურად არის გაწერილი. საკმარისია თქვენ ფსიქოლოგია გადაიყვანოთ 3+1-ზე, სულ რა გითხრათ ახლა გენიოსი მოვიდეს, იმას არავინ არ მოусმენს ელემენტალურად. ანუ მე ისი თქმა მინდა, რომ ესაც თქვენ მე მეუნებით და განსაკუთრებით იმის ყოლობაზე თუ ეს 11 კლასი იქნება. 3+1 არ არის კობახიძის მოგონილი. 3+1-ით არსებობენ ძალიან ბევრი საბაკალავრო პროგრამები. ოღონდ ერთი წინაპირობით 12 წლიანი განათლება უნდა კონდეს სკოლიდან უკვე წამოსული. ანუ თუ თქვენ მე 1 წელს სკოლაში ჩავმაჭრით, მე 3+1 აღარ გამოდის. შესაბამისად 12 წლიანი მე ეჭვი მაქრო 12 წლიანს მაინც დატოვებენ ამ 3+1-ის შესანარჩუნებლად, იმიტომ რომ აქ უფრო მეტი დანაზოგი. მაგ თქვა რომ აი ვიფიქრებთ რომ რაღაც სპეციალიზირებულს დავტოვებთ. არა, სპეციალიზირებულს ვერ დატოვებენ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პროგრამა, პარემ ახლა ამასაც ვიტყვი, ძალიან ბევრი პროგრამა ნამდვილად არ საჭიროებს 3+1-ზე მეტს, რომლებიც არის პროფესიაზე ორიენტირებული. აბსოლუტურად არ საჭიროებს. მაგალითად ჟურნალისტიკა. ჟურნალისტიკაზე მაგალითად მე რომ მკითხოთ, ხო, ნუ არ საჭიროებს, იმიტომ რომ შეიძლება გაკეთდეს. ფუნდამენტიან ღირებულებებიან პრაქტიკიანად ასწავლო ამ ვადაში. კი, ნამდვილად შეიძლება და არსებობს ჩამონათვალი, რომელიც შეიძლება რომ ესე გააკეთო, მაგრამ პირობითად თემაში რა ქვია ინჟინერიაში ამას ელექტრონულ ინჟინერიაში ამას ვერ გააკეთებ.
ბიოლოგიაში ამას ვერ გააკეთებ, იმიტომ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, სამეცნიერო პროექტის განხორციელება სჭირდება გარკვეული დრო. ანუ ბოდიშრიხტი მხოლოდ ერთი რამის თქვა მინდა და რატო არ არის იცით ეს კობახიძის მოგონილი? სამაგისტრო პროგრამები ბოლონიის პროცესის მიხედვით არის 60 კრედიტიანი, 90 კრედიტიანი და 120 კრედიტიანი, იმის და მიხედვით დისციპლინას როგორ ჭირდება. მაგრამ ამას უნივერსიტეტი წყვეტს და დისციპლინა და არა იმ ქვეყნის მარიამ ლაშხი რო დაჯდება ახლა იზორიასთან ერთად და კიდევ რამდენიმე გვარი იყო იქ. ნუ ახლა მარიამ ლაშხი თავის დროზე მუშაობდა ტექნოლოგიების მაშინ რა ქვია ჯიტაში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო. მან ყველაზე კარგად იცის, რომ ტექნოლოგიების სააგენტოში მაშინ იყო მსჯელობა იმის კვალობაზე, როგორ უნდა ყოფილიყო 2-წლიანი მაგისტრატურა ინოვაციების განვითარებისათვის. თუ მას არ ახსოვს, შემიძლია გავახსენოთ. რატომ ის არ ახსოვს საქართველოს უნივერსიტეტი რო დაამთავრა და ეგ არ ვიცი რა დაამთავრა, ეგ არ ვიცი. მიზანი. აქ ძალიან ცალსახადი კითხება მიზანი, ნაჩქარევად 4-ფურცლიანი დოკუმენტის ანალიზის შედეგად, ჩვენ რაც ასე თეზისებად მარტივი დასკვნები გამოვიტანეთ და თქვენგან უფრო კვალიფიციურ პასუხს ველოდები. ეს არის სკოლა 11 წელი. ამ შემთხვევაში დიპლომი არ არის ვალიდური ევროპაში, დასავლეთში. იქ სადაც ცოდნა კონკურენცია მეტია, ხო? რა თქმა უნდა, ახლა ლაპარაკი. სწავლის გაგრძელების საშუალება პირდაპირ აღარ ექნება მოსწავლეს და უნივერსიტეტები, სადაც ამ გაუგებარი ერთი ფაკულტეტი, ერთი უნივერსიტეტი და სხვა შორის დაპირება 12,000-იანი ხელფასის უკვე 12 გახდა, მე 10 ვიცოდი. თუ რა 10 კი ბატონო იყოს 10 მინიმუმ, ასე ამბობს 10,000 მინიმუმ. პროფესორის, რომელიც ხო სრულფასოვნად იქნება დატვირთული და ასე შემდგომ, ხომ? მაგრამ არის თუ არა ეს ძალიან კარგად ნაცნობი პრაქტიკის ანალოგი კომუნისტების ეპოქა აქვს გამოვლილი ამ ქვეყანას და არც თუ ისე შორს ისტორიისთვის, რომ ეს სახვრალი ხელი პოლიტიკური მმართველობისა შევიდეს უნივერსიტეტებში, უნივერსიტეტების დამოუკიდებლობაში და იქ ნაკლები იყოს კრიტიკული ანალიზიც და მის მიერ აღზრდილ სტუდენტებშიც ნაკლები იყოს კრიტიკული ანალიზი. არის თუ არა პრობლემა განათლება და კრიტიკული ანალიზი დღეს ამ რეჟიმისთვის? თქვენ გაქვთ თუ არა ასეთი ეჭვი? სავარაუდოდ, თორე აი რა მიზანი უნდა თქვენ ჩამოთვალეთ, რომ არსებობს უკვე დოკუმენტი, რა საჭიროა მეორე და თქვენ გაქვთ კითხვები, ისე როგორც ჩვენ გვაქვს კითხვები. არის ამაზე პასუხები და არის თუ არა ეს ვარაუდი საფუძვლიანი? ის რომ ეს დოკუმენტი რასაც გვთავაზობს, ანუ სახელმწიფოს მაქსიმალურ ჩარევასა და კონტროლს უნივერსიტეტების და უმაღლესი განათლების საქმიანობაში, ეს გულისხმობს იმას, რომ მიზანი არის კონტროლი და არა განათლების განვითარება. რო გითხრათ, რომ ამ თვალსაზრისით მოქმედი პრემიერ-მინისტრი არის, როგორ გითხრათ, გამონაკლისი, არ არის ის გამონაკლისი. 1951 წელს გამოსულ წიგნში, მე წიგნს რა ქვია, ხშირად ციტირებ, თავისუფლებისაგან გაქცევა, ერიხ ფრომი პირდაპირ წერს. მის შემდეგ, როდესაც კანონმდებლობა არის მოგვარებული და იძლევა ამის საშუალებას, მის შემდეგ, რაც მედიას არ შეუძლია გამოხატოს, როდესაც ადამიანების სეგრეგაცია მომხდარი მომხრეებად და მოწინააღმდეგებად, ასეთ შემთხვევაში რჩება მხოლოდ ერთი რამ, რომ განათლების სრული უზურპაცია დაექვემდებაროს სახელმწიფოს. აი, ეს არის სულ, მეტი არაფერი. და რაც შეეხება საბჭოთა კავშირს, მე პირადად საბჭოთა კავშირში მქონდა მაქვს დამთავრებული 75-80, მაშინ ვსწავლობდი უნივერსიტეტში. მაშინ არსებობდა საკავშირო კურიკულუმი, ანუ სასწავლო პროგრამა. მთელი კავშირის მასშტაბით ყველანი ვსწავლობდით ერთი და იგივე წიგნებით და ასე შემდეგ. შემიძლია გითხრათ, რომ არა ჩემი არაჩვეულებრივი ლექტორები, საქართველოს მაგალითად განწყობის ფსიქოლოგია, რომელიც დღეს ვამაყობთ და ასე შემდეგ,
დაშვებული იყო ისიც, იმიტომ რომ უკვე ისეთი პერიოდი იყო, რა ქვია მაგას, განვითარებული სოციალიზმის პერიოდი. მე ნამდვილად არ ვიცი 30-იან წლებში რა ხდებოდა, მაგრამ განვითარებული სოციალიზმის პერიოდში იყო დაშვებული 10-12% ადგილობრივად დამატებითი კურსების, რომელიც თქვენ პროგრამაში გქონდათ. განწყობის ფსიქოლოგიაში ჩვენ ვსწავლობდით, მაგალითად MGU-ში საერთოდ არ სწავლობდნენ ამას. ნუ MGU-ში მოკლედ არ აქვს მნიშვნელობა და შესაბამისად ჩვენ გქონდა ლექტორებს გქონდათ საშუალება მოეცათ ჩვენთვის რაღაცა ლიტერატურა, რომელიც არ იყო ასე წინასწარ განსაზღვრული. ეხლა თუ შევხედავთ ამ სიტუაციას, მაშინ განათლების მიღება დამოკიდებული იყო მთლიანად ლექტორზე, რამდენად კარგი ლექტორი გყავდათ. ეხლა თუ კი მე დამინიშნავე კი არა, თუ კი იქნება ერთი პროფესორი მთელი ამ იერარქიით. ასისტენტ პროფესორები, ასოცირებული პროფესორები, რომლებიც ასეთ პირამიდას ქმნიან, ასეთ შემთხვევაში რა გითხრათ აბა? ასეთ შემთხვევაში შეიძლება სულაც რაღაცა გარკვეული წიგნი ვიღაცას არ მოეწონოს. მეც არ მომწონს რამოდენიმე ავტორის წიგნი. ასეთ შემთხვევაში მე შეიძლება ვიღაცას აუკრძალო, რომ ეს არ გააკეთო. ჩემი პირადი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, ამ წუთას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩემი ყოფილი დოქტორანტები, ერთი არის პროფესორი, ორი არის ასოცირებული პროფესორი და ორი არის ასისტენტ პროფესორი, ერთი წავიდა საერთოდ, ამ 4 ადამიანს აქვს აბსოლუტურად სხვა სამეცნიერო ინტერესები ვიდრე მე. იმიტომ რომ ჩემი როგორც პროფესორის მოვალეობა იყო, რომ მე სწავლებინა მათთვის კვლევის მეთოდოლოგია. ის გაუგია, რომ მე რაც მომწონს, იმათაც ისიკულიო. ეგეთ რამის გაკეთება არ შეიძლება. და კიდევ ერთი საკითხი. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გვერდით არსებობს სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები, რომლებიც ცდილობენ ადამიანს ასწავლონ, როგორ გითხრათ, ღირებულებებით ცხოვრება სოციუმში. აი ასეთ შემთხვევაში ეს ღირებულებებით ცხოვრება სოციუმში უკვე აღარ გამოდის, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში დგება არა ის რომ ასე უნდა მოიქცე, არამედ შესაძლებელია ასე და ასე და შენი არჩევანი. ანუ რა შემოდის? შემოდის არჩევანი, როგორც პრინციპულად ადამიანისათვის დამახასიათებელი, როგორ თქვა, ქცევის წესი. და ავტორიტარულ რეჟიმებს არ უყვართ ეს არჩევანის წესი. იქ ყველაფერი ან შავია, ან თეთრია. ბოდიშ ვიხდი მე მგონი ძალიან გამიგე. კი, არა, ძალიან საინტერესოა, საინტერესოა როგორი რეაქცია იქნება უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესურას, რომელიც უფრო მეტწილად არის ხოლმე სახელმწიფო ვერტიკალის ქვეშ, სამწუხაროდ, ხო ასე გამოდის ხოლმე შემთხვევაში ადმინისტრაციის თვალსაზრისით და პროფესურის ნაწილის თვალსაზრისით. როგორი რეაქცია იქნება სხვა უნივერსიტეტების, ვთქვათ, ლექტორებს, პროფესორ მასწავლებლებს, აი ამ სერიოზულ რეპრესიულ ახალ მანქანაზე. მე რამდენადაც შემიძლია გითხრათ, ის ადამიანები, რომლებიც მეტნაკლებად ღიად რეაგირებთ მიმდინარე პროცესებზე, არსებობს ესეთი ჯგუფი, ქართული განათლება საფრთხეშია, რომელმაც კარგახანია დაიწყო, ასე ვთქვათ, მუშაობა. პირველი ეს იყო ზუსტად რამოდენიმე ჩემი კოლეგასთან ერთად გაკეთებული განცხადება, რომ ჩვენ დავკარგავდით ENCAS, ანუ ევროპის აკრედიტაციის აგენტოს წევრობას და ასე შემდეგ. მაშინ რიგმა კოლეგებმა გამოგვაცხადეს, რომ თქვენ საერთოდ არაფერი არ იცით, მაგრამ დღეს ფაქტია, რომ ეს ნამდვილად ესეა და ეხლა თავიდან უნდა შევიტანოთ განაცხადი და ასე შემდეგ და აი ზუსტად მაშინ შეიქმნა ეს ჯგუფი, რომელიც ნელ-ნელა ფართოვდება და უბრალოდ ამ ჯგუფს აქვს დაგეგმილი ხვალ 12 საათზე ბრიფინგი, რომელზედაც მე ვერ ვესწრები ჩემი პირადი მიზეზების გამო. ბრიფინგი ილიას და აკაკის ძეგლთან, სადაც ისინი გააკეთებენ განცხადებას და საყომოს 8 საათზე იქნება შეკრება. ნუ არ ვიცი, ახლა მე ეს უნდა გავუმეცხადებინა თუ არა, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში შეიძლება ვიღაცებს უთხრან, რომ არ მოხვიდეთ. იქნება შეკრება და არის ძალიან მარტივი რამ გასაკეთებელი. უნივერსიტეტების გარეშე უნივერსიტეტებმა რა უნდა გააკეთონ?
ამისი გადაწყვეტა არავის არ შეუძლია. ამიტომ ჩვენ ვეძახით ყველა უნივერსიტეტელს და გულისხმობ ყველა უმაღლესი სასწავლო დაწესებულების პროფესორებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს და ადმინისტრაციას იმისაც რომ შევქმნათ სივრცე, სადაც ჩვენ ვიმსჯელებთ რა უნდა დავახვედროთ, ან კიდევ როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ კი დაიწყება ესეთი რეფორმის გატარება. ისგანაც ესეთ ის კომისია უნდა ყოფილიყო შემდგარი.